როგორ ხარ ჩემო კარგებო, დღეს არის 5 თებერვალი და ეს წუთია რაც სახლში შემოვედი, ვიყავი Kauflandში, აი Kaufense. Kauflandi არის გერმანიაში ერთ-ერთი სუპერმარკეტი და ეხლა სანამ აი ამ პროდუქტს ყველაფერს მაცივარში შევინახავ, მინდა რომ გაჩვენოთ თუ რა შევიძინე. მოკლედ დავიწყოთ. აი ეს ორი ჩანთა მოვიტანე. და სანამ პროდუქტზე გადავალ, მინდა გაჩვენოთ, იქვე იყო რაღაც ფასდაკლებები და რა თქმა უნდა ცოტა რაღაცები შემომეყიდა, თუმცა მჭირდებოდა რაც ვიყიდე. ფლად ისე არ არის, რომ ეხა უბრალოდ მომეწონა და ვიყიდე. თავი რაღაცით ხო უნდა გამიმართლო. სამი რაღაც ვიყიდე, რაც არ მქონდა დაგეგმილი, თუმცა მჭირდებოდა და ეს პროდუქტი არ არის. მოდით დავიწყოთ. Kaufland's კარგი ფასდაკლებები აქვს ხოლმე ასეთ საოჯახო ნივთებზე, უბრალო ნივთებზე და მეც შემომეყიდა. თუმცა ვერ ვიტყოდი რომ შემომეყიდა, რადგან მჭირდებოდა. საშინელი შუქია, მაგრამ რა ვქნათ, სხვანაირად არ ხერხდება. ეს არის სარეცხის დამჭერი შპილიკა, არ მინდა რომ ვთქვა. სარეცხის გასაფენი და შემდეგ სარეცხის დასამაგრებლები, არ ვიცი ქართულად რა ქვია, თავისივე კალათით. ნახოთ, აბა მაქვს რა თქმა უნდა სარეცხის სხვა დასამაგრებლები, მაგრამ ზოგი გატყდა, ზოგი რაღაცა კალათაც გამიტყდა და ასე რომ წავაწყდები ხოლმე რაღაცას ვყიდულობ. ღირდა 2 ევრო ნახევარი და ვიყიდე 50 სარეცხის დასაჭერი მოყვება. თავისივე საშრობზე ჩამოსაკიდებელი კალათით. ნახოთ, აბა როგორი იქნება. ვიყიდი ასევე აი ასეთი პლასმასის თასი პატარა, არის 2 ლიტრიანი, ძალიან მომეწონა, ეს ფერი მე ძალიან მიყვარს და ეს ღირდა 1 ევრო და ვფიქრობ რომ აქ არ შეიძლება ადამიანმა რაიმე მცდარად გააკეთოს, ერთი კვირითაც რომ გამოიყენო და მერე გადააგდო, პრობლემა არ იქნება. მოკლედ ეს თასი, მართალია მაქვს მინის თასებიც, მაგრამ ეს ძალიან პრაქტიკულია ვფიქრობ. და ვიყიდე აი ასეთი ფორმა, ამას ეძახიან გერმანიაში Auflauf Form. Auflauf-ი არის ერთ-ერთი კერძი, რომელსაც გერმანელები ხშირად აკეთებენ. ერთხელ მინდა გავაკეთო, ჩაფიქრებული მაქვს, სხვათა შორის არ მქონდა აი ასეთი ოვალური ფორმა, ოთხკუთხედები მაქვს რამოდენიმე. აქვთ ასევე ოთხკუთხედი ფორმისაც ესეთი Auflauf-ის ფორმა და მინდა ისიც ვიყიდო. 5 ევროზე იყო ჩამოფასებული. ძალიან გამძლეა, ეს არ ტყდება და ღუმელში შესაძლებელია აი ამ ფორმაში გამოაცხოთ და არის რა თქმა უნდა ცეცხლგამძლე. ღუმელში გამძლე და მოკლედ ჩაფიქრებული მაქვს Kartoffelgratin, ასე ეძახიან გერმანელები, აი ამის გაკეთება მინდა და გადავიღებ აუცილებლად და გაჩვენებთ და რა თქმა უნდა თქვენც ერთ-ერთი გერმანული კერძი გეცოდინებათ. ძალიან მომეწონა, 5 ევროთ ეხლა მეტი რა გინდა. აი ეს სამი რაღაცა იყო, რაც შევიძინე. აი ეს ფორმა, აი ეს ჯამი, თასი პლასმასის და ეს სარეცხის დამჭერი საშუალებები, ქართულად არ ვიცი რა ქვია და არ მინდა რუსული ბარბარიზმი რომ გამოვიყენო. ეს სამი რაღაცა. ეხლა გაჩვენებთ თუ რა შევიძინე და რა არ მქონდა და რისთვის წავედი Kauflandში, აი Kaufense. რა თქმა უნდა, ბევრი რაღაცები ნაყიდი მაქვს, მაგრამ რაც კიდევ მინდოდა პროდუქტი წავედი და შევიძინე. ანდრეასი დავტოვე ანაბელთან, რადგან ანაბელმა დღეს ადრე დაიძინა, ეხლა მეორე კბილმა ამოჭრა და გვაქვს აი ამის პრობლემა. ჭირვეულობს საკმაოდ და რა ვიცი. ნახოთ რა იქნება. ღმერთის წყალობით სიცხე არ მიუცია, მაგრამ სათაკმაოდ აი ინერწყვება ბავშვი და ამ ნერწყვის საშუალებით მართალია დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ ვან პირს, მაგრამ იმდენად ბევრი ნერწყვი მოსდის ბავშვს, რომ აი ეს კანი უხეშდება დღის განმავლობაში და სულ შემდეგ საღამოთი რომ ვაწვენ კიდევ ვან პირს, რა თქმა უნდა, ვუმშალებ და შემდეგ ბიოკრემს უსმევ, რომ ლოყები ძალიან არ გაუხეშდეს და შემდეგ აწითლებული აქვს ხოლმე ლოყები ძალიან საყვარლად. მოდით, აბა გაჩვენებთ ახლა რა ვიყიდე. 2 ჩანთა, აი ეს ნაჭრის ჩანთა მოვიტანე სახლში, როგორც გაჩვენეთ. ბანანი წამოვიღე. ეს არის ბიო ბანანი,
ანაბელისთვის წამოვიყე, ნუ ჩვენც მივირთმევთ რა თქმა უნდა, მაგრამ ანაბელისთვის ვცდილობ, რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი შევიძინო ყოველთვის, რასაც ვაჭმევთ ბავშვს. ნუ ვცდილობ და თუ გამოერევა ახლა გამონაკლისის სახით და რაღაცა არა უშავს. ძალიან ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტზე ვარ ჩაციკული, თქო ვერ გეტყვით. მაგრამ ვცდილობ. ეს არის ვეგანური შნიცელი, რომელსაც ჩვენ საკმაოდ გემრიელად მივირთმევთ. ვეგანურია, აი აქ აწერია, როგორც ხედავთ. შემდეგ ვიყიდე, რა თქმა უნდა, აი ასეთი 2 ცალი ბურატა, ჩემი საყვარელი და ანაბელიც გემრიელად მიირთმევს ცოტას ხოლმე. ვიყიდე ვაშლი ბავშვისთვის და იოგურტთან ერთად სიამოვნებით მიირთმევს. Pink Lady, ასე ქვია აი ამ ვაშლის სახეობას, არის ასევე ბიოლოგიურად სუფთა და ეს ღირდა 3 евро. 3 საათისთვის ვაჭმევ თეთრ იოგურტს და რომელიმე ხილს იოგურტთან ერთად. ნუ აქ მეტი არაფერი აღარდევს. ამაში მედო აი ეს რაღაცები და კიდე 3 რაღაც რაც გაჩვენეთ, რომელიც პროდუქტი არისო. ამ ჩანთაში მედო. ნუ აქ ეს იყო ყველაფერი, ახლა ავიღებ მეორე ჩანთას. ეს არის მეორე ჩანთა, რომელიც მოვიტანე. პრასი, რომელიც უნდა ამეწონა და 48 ცენტი მოუწია. აწონეთ. შემდეგ ვიყიდე მსხალი, ეს სამწუხაროდ ბიოლოგიურად სუფთა არ ქონდათ, მაგრამ არის რბილი მსხალი და აი ამ მსხალს გემრიელად ჭამს ანაბელი. ნუ ამ შემთხვევაში ბიომსხალი არ ქონდათ და ეს წამოვიღე. ვიყიდე ნაღები, 9 ლიტრი, ამით მინდა ქართოფილ ხათან გავაკეთო აი ამ ფორმაში, რაც შევიძინე და აუცილებლად გადავიღებ და გაჩვენებთ. ეს არის ასევე ბიო ქიშმიში. სიამოვნებით მივირთმევ ხილთან ერთად, ან ნიგოსთან ერთად, ყოველდღე ცოტ-ცოტა აი 1 მუჭა ხილთან ერთად, ყავასთან შოკოლადის ნაცვლად. 1 კვირა, რაც გამოვთიშე ყველანაირი ტკბილეულობა და მის მაგივრად აი ჩავანაცვლე აი ესეთი ხმელი ხილი, ხო, ჩირის გარგარსაც მივირთმევ ხოლმე გამომშრალს აი ჩირის სახით და აი ესეთ ბიოლოგიურად სუფთა ქიშმიშს და თხილთან ერთად ძალიან გემრიელია. ნუ რა თქმა უნდა თხილი არ უნდა გადავაჭარბო, ხო, სადღაც აი მუჭში რო ჩამეტევა იმდენი თხილი დღის განმავლობაში შემიძლია მივიღო. ეს არის ვეგანური ნაგეტსი, აი ხედავთ აწერია. ძალიან გემრიელი ასევე ბოსტნეულთან, მოხარშულ ბოსტნეულთან და ბრინჯთან ან წიწიბურასთან ერთად. ეს არის შამპინიონი. კარგი ხანი აღარ მიგვირთმევია და გვიყვარს ჩვენ სოკო და წამოვიღე. არ ვიცი ქართულად სოკოა ხო, შამპინიონი. წამოვიღე ასევე მეორე ბანანი, ეს არის ჩვეულებრივი ბანანი და არა ბიოლოგიურად სუფთა და ეს იყო 94 ცენტის. ისეთი გემრიელია, სხვათა შორის ბიო ბანანებს ჯობია გემოცი და ამიტომ რადგან აი ესე მივირთვით და მოგვეწონა მე და ანდრია, სულ ყიდულობ აი ამ ბანანს ჩვენთვის. ნუ თუ ბიოლოგიურად სუფთა არ აქვს, შემიძლია ბავშვსაც ვაჭამო, არ არის პრობლემა. ძალიან გემრიელი ბანანი აქვს კაუფლანდს, ფავორიტა ასე აწერია, ვინც გერმანიაში ცხოვრობ, შეგიძლიათ შეიძინოთ. ძალიან გემრიელი ბანანია. მე ბანანის მუშტარი იმდენად არ ვიყავი, მაგრამ აი ამ ბანანმა შემაყვარა. იმდენად გემრიელია. ვიყიდე ასევე 3 ცალი მოცარელა და აი ესეთი მინი ღისფენ თომატენ, ასე ქვია. სულ ეს იყო რაც შევიძინე, ძალიან მინდოდა მეჩვენებინა დღევანდელი ჩემი აინკაუფენი. აი კაუფლანდის ქვითარია
და ამ ყველაფერში გადავიხადე 33 евро და 72 ცენტი. Ну, სულ ეს იყო ჩემო კარგებო, იმედია მოგეწონათ. ყველას გისურვებთ მშვიდობიან საღამოს. ყველანი ძალიან მიყვარხართ. თქვენი მაგათ დროებით. მომდევნო შეხვედრამდე.